თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ახალგაზრდა პოეტის გიორგი რამაზაშვილის პოეზიის საღამო გაიმართა, რომელიც რამაზაშვილების საგვარეულო კავშირს მიეძღვნა. საღამოზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საკონცერტო ნომრებიც, რომლებიც საქართველოს რამდენიმე კუთხიდან მოწვეულმა მომღერლებმა და მოცეკვავეებმა შეასრულეს. როგორც ღონისძიების მთავარმა გმირმა გიორგი რამაზაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მისთვის სასიხარულო ფაქტია ის, რომ საშუალება მიეცა საკუთარი ლექსები მშობლიურ სოფელში წაეკითხა. საღამოს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად თბილისიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ, ღონისძიებამ ოვაციების ფონზე ჩაიარა. რომ არა ბატონი ზვიადი და ბატონი ლუკა აი შეიძლებოდა დღეს ეს ღონისძიება არც ჩატარებულიყო მათი დიდი აქტიურობით, დიდი თანადგომით და დახმარებით მოხდა ეს ყველაფერი, რომ ავახმიანეთ სოფელი, მოვაწყეთ აი ასეთი ღონისძიება. საერთოდ არ მიყვარს ჩემ თავზე საუბარი, მაგრამ ვიტყოდი, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვარ ჩემ სოფელში და ჩემს ხალხში, რომ ავახმიანეთ და ავამღერეთ ფშაველი დღეს. განსაკუთრებულია იმით, რომ აი სწორედ გიორგის ასე რომ ვთქვათ, სამშობლო, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა, სწორედ აი აქ ჩავატარეთ ეს არაჩვეულებრივი საღამო. და მოგეხსენებათ, რომ ეს რამაზაშვილების საგვარეულო კავშირისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიებაც გახლავთ. და მე მინდა არა მხოლოდ რამაზაშვილების, არამედ სრულიად საქართველოს დავლოცო, ისე როგორც დალოცა პატრიარქმა რამაზაშვილების გვარი. გიორგის დიდი ხანია არ ვიცნობ, მაგრამ აი მოკლე პერიოდში და განსაკუთრებით დღეს დავწმუნდი, რომ ეს არის არაჩვეულებრივი ადამიანი. მიამაყება, რომ ვარ ქართველი, რომ არსებობენ გიორგისნაირი ადამიანები და განსაკუთრებული სიამაყით შემიძლია თქვა მაღალი ხმით, რაც შეიძლება, რომ ვარ ფშავლელი, ამ მიწა წყალზე დაბადებული და გაზრდილი.